საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი მასშტაბური პროექტი დღეს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2013 წლის მესამე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. პირველად ფონდის არსებობის მანძილზე კონკურსი მხოლოდ რეგიონული ორგანიზაციებისთვის გამოცხადდა. დედაქალაქში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად კოალიციური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველ რიგში რეგიონებისთვის, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის, მათი აქტიურობისთვის, მათი ჩართულობისთვის და ჩვენ ხელშეუწყობთ ახალგაზრდობის ესე მხარდაჭერას გამოვთქვათ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც გვინდა რომ აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენთან ერთად საქმიანობაში. ამ კონკურსის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ უპრეცედენტო რეგიონალური კამპანიის ჩატარებას 73-ვე მუნიციპალიტეტში, რათა მოუწოდოთ იქაურ ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ საგრანტო კონკურსში, წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები და შესაბამისად ჩვენი მთავარი мотиваცია არის, რომ რეგიონის ახალგაზრდებმა იგრძნონ თავი ჩართულად სამოქალაქო საზოგადოებაში.